Kolegebo, მოგესალმებით. Კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს დღევანდელი სხდომა. საორგანიზაციო საკითხები გვაქვს პირველიდან მე-13 საკითხის ჩათვლით, გახლავთ ქართული ოცნებიდან მომართვა დეპუტატები, ასე ვთქვათ, იცვლიან კომიტეტებს და სხვადასხვა კომიტეტებში ხელახამის გადანაწილება, ამიტომ ახლა ამას ზუსტად აღარ ამოვიკითხავთ, თუმცა თქვენ ეს სია გაქვთ. ასევე პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა მოგმართავს პოლიტიკური ჯგუფის წევრების კომიტეტებში წარდგენასთან დაკავშირებით. ამას ამოვიკითხავ გურამ მაჭარაშვილი საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტში, ეკა სეფაშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სოზარ სუბარი დიასპორისა და კავკასიის საკითხებთა კომიტეტში, ვიქტორ ჯაფარიძე თავდაცვითი უშიშროების კომიტეტში, დავით კაჭარავა სპორტის კომიტეტში, დაჩბერაია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, ზალ მიქელაძე ჯანდაცვის კომიტეტში. მე-15 საკითხი არის ასევე პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალას მომართვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების კომიტეტებში წარდგენასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში დიმიტრი ხუნდაძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში და გურამ მაჭარაშვილი ურდულ საკითხთა კომიტეტში. მე-16 საკითხი გახლავთ მუდმივი მოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელების და შემადგენლობის საკითხი, როგორც იცით ჩვენ პარლამენტში ადგენილებით დავამტკიცეთ თავად დელეგაციებს შეუქმნელი დელეგაციები და შემდეგ უკვე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრაქციათა კონსულტაციით შემოგთავაზა სია შემადგენლობისა და ასევე დელეგაციების ხელმძღვანელობისა, რომელიც თქვენ წარმოდგენილი გაქვთ, ამიტომ გთხოვთ რომ დავამტკიცოთ შემადგენლობები, მადლობა. შემდეგი საკითხი შეეხება ცესკოს წევრების არჩევას. მოგახსენებთ რომ ცესკოს პროფესიული წევრებიდან ერთს გაზდის მომავალ კვირას ვადა, ხოლო 3 წევრს გაზდის თებერვალში, ამიტომ საჭირო არის უკვე კონკურსის გამოცხადება და მათ შორის კანონმდებლობიდან დადგენილი არის ვადები კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით. არჩევნებიდან არაუგვიანეს 2 კვირა, დღეს არის ეს ვადა, დღეს გამოეცემა ბრძანება, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, როგორც იცით, კონკურსი, გამოეცი ბრძანება, რომელთაც გამოცხადდა კონკურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევად. კანდიდატებს შეუძლიათ 2 კვირის განმავლობაში მოგმართონ და წარმოადგინონ საკუთარი განცხადება. პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული არის როგორც ბრძანება, ასევე ყველა ფორმა, რაც საჭირო არის, რომ განცხადებით მოგმართონ და რა დოკუმენტები არის ასევე განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი. კონკურსის გამოცხადებასთან ერთად შეუქმნი საკონკურსო კომისია 7 წევრის შემადგენლობით, რეგლამენტის მიხედვით 7-დან 9 წევრამდე არის კომისია, მათ შორის არის 1 წარმომადგენელი პრეზიდენტის. პარლამენტის აპარატი დაუკავშირდა პრეზიდენტს და ადმინისტრაციას კანდიდატის წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა იქიდან პასუხი არ არის. ამიტომ 7 წევრით შეიქმნება ეს კომისია და არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უკვე მიმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ თუ ექნება სურვილი, ეს აუცილებლად არ არის, სურვილი თუ არის, მისი წარმომადგენლით შეგვიძლია ჩავრთოთ უკვე შემდეგ ამ კომისიის მუშაობაში. რაც შეეხება თავად ამ კონკურსს, ვინაიდან ჩვენ დღეს სესიას ვხურავთ, საჭირო არის რომ ვადების დინება გაგრძელდეს სესიებს შორის პერიოდში, მათ შორის ამ კონკურსისთვის და გთხოვთ რომ ამას მხარი დაუჭიროთ, რომ სესიებს შორის პერიოდში ვადები გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ 2 კვირა დღეიდან ათვლილი 2 კვირა აქვს დაინტერესებულ პირებს რომ წარმოადგინონ 3 იანვრამდე წარმოადგინონ განცხადებები. შემდეგ არის პროცედურები, რომელიც შესაძლებელი კომისიას გადის, კომიტეტებს გადის და უკვე თებერვალში, როდესაც სესიას გავხსნით, ავირჩევთ პროფესიულ წევრებს ცესკოში. შემდეგი საკითხი გახლავთ პეტიციის საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტში და უარყოფითი დასკვნა არის საპროცედურო საკითხთა კომიტეტიდან. შესაბამისად ამ უარყოფით დასკვნას უნდა ვუყაროთ კენჭი, გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას, მადლობა. თუ ეს ინფორმაციისთვის არ ვიქრო. კენსაყრელი გვაქვს ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი სისხლისწარმოების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტი და მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი და გთხოვთ რომ ამასაც ხარი დაუჭიროთ. მადლობა. ინფორმაციის სახით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა, რომ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება დავით კონსულტაციის საფუძველზე ძალაში შედის 24 იანვარს 2025 წლის.
და ასევე არის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უზრუნველყოფის უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში გადაცემის აკრძალულ საკითხებს ეხება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება ნომერი 8 არის და ახაც გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას, რომ დავამტკიცოთ ეს დასკვნა. მეგობრებო, სხვა საკითხი თუ არ არის, ჩვენ დღეს როგორც გითხარით არის დეკემბრის მესამე პარასკევი, ჩვენ თუ დაგვჭირდება ბიურო სესიებს შორის პერიოდში გაცნობებ და ჩავნიშნათ, თუმცა ვინაიდან არის დეკემბრის მესამე პარასკევი, ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის 54 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიას დახურულად ვაცხადებ.